წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის 18-18-ია, ხუთშაბათია და ეს იმას ნიშნავს, ეთერშია გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი, გადაცემა ჩვენს ისტორიაზე, წარსულზე, ეთნოგრაფიაზე, გადაცემა, რომელიც ძალიან გვიყვარს ყველას, შემქმნელებს, ინიციატორებს, ავტორებს, ზოგადად წამყვანებს და ყველაზე მთავარი ხართ თქვენ, ჩვენი ერთგული მსმენელი, რომელმაც მართლა აქამდე მოიყვანა ეს გადაცემა და გვაძლევთ სტიმულს იმისას, რომ გავაგრძელოთ და უფრო საინტერესოდ გავხადოთ ეს ურთიერთობა და ამ ჩვენი ურთიერთობის 20-25 წუთი და შემოგთავაზოთ უფრო მეტი ამბავი და ინფორმაცია ჩვენს კუთხეზე. რაც შეეხება გადაცემას, უნიკალური არის იმით, რომ არის ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად და ვუძღვებით ორნი ისტორიკოს-კვლევარი ბატეოლა შეჯიქია და მე სოფია ხუციშვილი. ჩვენი ყველა გადაცემა ნახეთ ვებზე radio.net.gr-ში, ჩანაწერებს გულისხმობთ ცხადი ამ შემთხვევაში, YouTube-ზე ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და დაგხვდებათ ყველა გადაცემა იქვე და ასევე ჩვენს Facebook გვერდზე. რაც შეეხება live რეჟიმს, ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე 105.9 FM და ინტერნეტ radio.net.gr. ბატეოლაშა ძალიან მოემზადა როგორც ყოველთვის დღევანდელი გადაცემისთვის, სიამოვნებით მივესალმები. Онჯუა ჯგირობუაშ მუჭა ზოჯენთ პატელაშა. გომორდგუა. ჯგირობუაშ ჯგინასო ბატონ სოფიო, თქვა მუჭა ზოჯენთ მამარდის მოგოშინათ. ჯგირობორეთ, ჯგირო. მოხიოლ კინე, კაკიფშაყარეთ და ხოლო ართი მოინტერესე გინოჩამა მაღვენნა. გოთაშრეთენა. და დღევანდელი გადაცემა. ისევ თქვენი სურვილი სამებრ ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ ტოპონიმიკაზე. მოკლე ექსკურს გავაკეთებ. დაიწყო საბედიანოდან და შემდეგ უკვე ზოგადად ეს სიტყვა და ტერმინი იმდენ რაღაცას მოიცავს. სერიულად განვავრცეთ და შემდეგ უკვე სხვა თემაზეც გადავუხვიეთ, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ისევ თქვენი სურვილისამებრ და კომენტარებიდან გამომდინარე დავუბრუნდით ისევ ამ თემას. ასე არ იყო ბატონაშა. ჰიდრონიმებზეც კი ბატონო. ეს საბედიანო სხვათა შორის იყო კომენტარი, რომ ეს არამეცნიერული ტერმინი არისო და ნამდვილად ეს ხელოვნურად შექმნილი ტერმინია. უბრალოდ საბედიანო ეს თვითონ ჩვენმა სულმლათმა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა შექმნა და მას ძალიან კარგად ჰქონდა გააზრებული თუ რას ნიშნავდა საბედიანო, ანუ ბედიასთან იყო დაკავშირებული და სწორედ აი საბედიანო რა საზროს მოიცავდა, ამაზე იყო საუბარი და ამიტომაც სინამდვილეში ეს შეცდომა არ არის. შეიძლება ზოგიერთი მეცნიერი ამას არ აღიარებდეს როგორც ისტორიულ წყაროს, მაგრამ ბუნებრივია საბედიანო რა საზრებშიც იყო და პირობითად ეს რომ არსებობდა ფაქტია და ამიტომაც ივანე ჯავახიშვილმა სწორედ ამიტომ შექმნა ეს ტერმინი. დიახ, და ჩვენ როცა გადაცემას ვამბობთ, ხოლმე წყაროებიც მოყავს, ფაქტები დადასტურებული და იმ იმას არ ვაკეთებთ, რასაც ახლა აკეთებს ძალიან ბევრი ხმამაღლა და პირდაპირ ვიტყვი ისტორიის გადაწერას, რომ თუნდაც აი ამ სახელები გადაარქვეს და გადააწერეს თავიანთ გემოზე და ასე შემდეგ. ჩვენ ყველაფერს ვსაუბრობთ და ყველაფერზე დადასტურებულად და შესაბამისად მოყავს კიდევაც წყაროები აქედან გამომდინარე, თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ და ვერსიები, სიამოვნებით მივიღებთ ამ ყველაფერსაც. დღეს ვსაუბრობთ აბანიხა ფსხუნიხა. აი ესეთი სახელწოდება რას? ფსხუნიხა, კი ბატონო, აშუაკაკაც შეიძლებოდა ყოფილიყო ამის სათაური, თუ რა არის ამაზე ვისაუბროთ, ვინაიდან როგორც თქვენ აღნიშნეთ შესავალში, ქონდა ტოპონიმებზე საუბარი, ჰიდრონიმებზე ქონდა საუბარი. შემდგომში დეტალურად ვისაუბრეთ რა პროცესები მიდიოდა იქ, როგორ ხდებოდა ტოპონიმების გადარქმევა, რა პოლიტიკურ ეთნიკურ ცვლილებებთან ჰქონდა ტრანსფორმაციასთან საქმე და ზუსტად ამის კლასიკური მაგალითია დღევანდელი ჩვენი თემა, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსულმა ერთ-ერთმა გვარმა, აშუბებმა, აშუბა, ასეთი თანამედროვე აფხაზური გვარია, ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსვლისას რა პროცესები გაიარეს და როგორ ხდება სწორედ ადგილობრივ ეთნოსთან შერევა და თვითონ ტერმინოლოგიაში, ლექსიკაში როგორ ხდება მეგრული ქრისტიანული სახელწოდებების გადაკეთება და ეს ყველაფერი პროცესი ასახულია მე-17-მე-19 საუკუნეებში და ეს კარგად ანახებს, ანუ კლასიკური მაგალითია, თუ რა პროცესები მიდიოდა გვიან შუა საუკუნეებში და მე-19 საუკუნეში. დიახ, ჩვენი ისტორიის ნაწილია ასე, რომ გისმენთ ბატონაშა ყურადღებით. დიო, მარგალიუროდო უკულ ქორთულექობ თქვათ, წესი გვაქვს ასეთი, ეს მათთვის ვინც პირველად გვისმენს, ან ეს არის შემოგვერთი და ცხადია ორ ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ჯერ მეგრულად ვსაუბრობთ და შემდეგ უკვე ქართულ ვერსიასაც შემოგთავაზებთ. გირჩხილეთ ბატონაშა. ხო, მუჭა თქვა ზოჯენთუნთეშ იუაფიფელ აბანიხა ფსხუნიხა რადიგინე ჩამას მოკონამდღა ქიფჩიათუნ არტ კლასიკურ მაგალითშე ნამუ ჯიროძირანს ამდღანერ აფხაზეთის ტერიტორიას მავითოშკითან მავითოჩხორაუკუნებს მოჩამილ ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებს. კერძოდ ჩკინჩიებაშ თემარე მუჭო თენა წოხლენ რადიგინო ჩამაფშინეთუნთეში ამდღანერ აფსუ აფხაზებს ართად პოპულარულ აშუბების თურიშ ტრადიციული ოხვამე. ნამუსუთ უძახუნა აბანიხას. აბანიხა
ნიხაშ ხატი ოხვამერე ოჩამშირეშ რაიონს ოფუტე ჯგერდას те ჯოხონახოლი მოძირანა ჯგერდა მჯო მარგალურა ათე ტერმინდო თიშ ისტორია მუდგაზმარენ დეტალებს მიკოროცხანს კერძოდ აბანიხა ჟირსუმანშერე აკოდგომილი ტერმინდო თენან ნამუშ მაჟრა სეგმენტირე ნიხა ანიხა აბხაზურო თენა აბხაზურ ნინაშა ხატის ვარ და ოხვამე შანულენს აბხაზურ ტრადიციული წამებიერებას ნიხა კინთინე ოხვამე ხშირას ასოცირებული ვარდაჭყონი ჯაშა ვარდახოლო მუდგაი საკულტო ობიექტიშა ამდღანერე აბხაზურ ტრადიციული ენწყუმად აბანიხაშ ოხვამე რე შხვა უმოს ჩქინელ ხატიშ სხუნიხაშ გიმნართი ვარდა სუმანი სხუნი ხარებს სხუშ რეგიონის თარი აბხაზური ოხვამე კინთინე ნიხა ათე ოხვამეშ საისტორიო და ეთნოგრაფიულ წყუებ მუდგაზმარენ უნიკალურ ასპექტის გიშართუნა აბხაზურ ტრადიციულ ოხვამე უმოსო ართიანს უმოჯგირუან ეთნოგრაფიულ მასალები დიძირე მუჭოთ სხუნიხა იკოროცხუ ილორი წკონდა ოხვამეშ ალირიშ უკლაშ მუსულმან ჯიმათ თე ფაქტი ჯგირო ოძირანს ამდღანერ აბსუ აბხაზეფიშ რელიგიუს სინკრეტიზმის სოდეთ ქირსიანულ მუსულმანურ და აჯამურ ტრადიციულ ელემენტებ ართიანს ოკათუნა სხუნიხა მანგარორე გერცხილ ორუმე კავკასიაში თექიან მახურეფიშ მიგრაციას პროცესებს ყומה მუჟამით სხვადასხვა ჯულიში კათა სხვადასხვა ჯიშიშ კათა სხუში აკანშე გინიშეს აბხაზეთის სხვა რეგიონებში ხორუშადო თავრიშე მეუღუდეს თაქიან ოხვამე კულტების ტრადიცია კარკანტიათ იძირე ნამუდა სხუნიხა ორუმე შადალ კავკასიურ და ართგლობრივ აბხაზურ მითოსურ აზროვნებას აკოკათუათ იქიმინუ ორუმე კავკასიაში გინულირ აშუბე პირველობს სხუს ჩენდუნა ლეგენდაშ გეშა აშუფებიში თენეფის ჯიშიშ თარ დიდას სხუს გაუჩერებდო თაქიან ტრადიციაი წესით სხუნიხაშა ქუთხუ შკვით ქომოსკუაშევა ოთხი დომღურუა და დოსკილადირე სუმ დომთხილევა ბოლოშა სხუნიხას ქომურჩქილუაბდო აშუბებ გეგნოსკილადნა და თენეფის სკვალებ ხოლო მანგარო გაბრელებენა და ბრესკვალებ გეურჩქინუნა ათეშუკული აშუბეფიშ თურიშ კათას ათეშ სხუნიხაშ გიმნართე აბანიხაშ ჯოხობუაშა ქუდუჭყავნა ირწანიან ხვამუა მუშენდა აბსუა აბხაზეფიშ ოსურებს ქომონჯიშ გვარიშ ჯიშიშ ოხვამეშ ჯოხობუაშ რაგადიშ ალობა ვაუღუნა ვაუშინენა და ათეშენ აშუბეფიშ ოსურებს აბანიხაშა აკაკა ქიგუდვალნა და თიშ ხვამაშა აშვა აკაკა აბანიხაშ ხვამა აშვა აკაკას აშუბებ გიშულირს ოწყონდეს თენა უმოსო მარტიშ თუთას ხვადო ათემ დღაშო ხაშუნდეს კვარებს ნამუსოთ მარგალურიშ გოულად აკაკვარებს უზახუდეს თავრეში ამში უჯიმოლირდუ და შვებ ჯიმუა იხვამანდეს ხვალე ქომოკათა იჩით კიგეთერთუდეს მულარენჯ თოლიშ მარცგვან კუნთხუს აშუბეფიშ გათხილი ოსურსკვალებ ლახალა ბორჯის თენეს მონოვალება უღუდეს მუნეფიშ მასკერეფიშ უდეს აბანიხაშე კიხვამესკოდო ჟირწანერ თხა ქუწირებდესკო თიშან ასე გემწყათ ტერმინ აბანიხა თინა ჟირსუმანით რაკოდგი მჭო ჟიფშნიეთენ ნამუშ მაჟრას სეგმენტ მოურც ხატიში ოხვამეს შანულობაში ა ნიხაშე ირიბერ სუმანი აბა მოურც ვარტხოლე აბ მუმაშე აბაშე ნამუს შანულენ ჯიხას და ხოლო ირფელთის ნამუთ ქუათრე ხიბი ათეშენ აბანიხა გერცხირე ვარდაფსხუს რინეს საფორტეკუაციო ხიბილებშა და ვარდახოლო თექია რინელ ოხვამეშა ათე ჯიხაში, სხუშ ჯიხაში ფრაგმენტე ასიან ბორჩა ხოლო ქორ დოსკილადი. ვარეთინა ხოლო კილ ქოპტკვათო ნამუდა ასეენ აბხაზეფიშ კინოხონს ორუმე კავკასიაშ გინულა ბორჯის თენა კულტიშ ობიექტო გინურთუნუაბდესკონ. მუშენდა ორუმე შადალ კავკასიაშ მახორუებს ვაუჩკნა ქუაშე გაფილ ხიბილები. ვეჩინენა თესდო თენა თინებშო მანგარ მუდგარენ რე ურცხორე. ართიანს ქალუნუათნა მაგალთო აბხაზებ ჯაჰაშკი არნიხას უძახუნა მარგალურ ჯიხაშკარც. მართალრე აბხაზური ნინაში აბჟურდობს ზიფურ დიალექტებს ოხვამე იშინუ ტერმინ ა უახიამათ ნამუთ მოურც მარგადურ ოხვამეშე მარა სოიშახ აბსუეფიშ კინოხონ ათე ტერმინს გიმირნუანდონ ეშახ მუჭოთ იძირენ ეკლესიას უძახდეს აბას ასე თეს ჯიროძირანს უკულიან მაგალთები აძიუბჟაშა მიშმალ ჭიჭე ოფუტეს ნამუსოთ მარგალურო ჯოხო მარმარკარ სოდე ჭიჭე ოხვამერედო მარმალროთრე გონწყილი აბხაზებ უძახნა მარმალ ააბას ოფუტე რეკაშო ხვამეს ჯგერიან ააბას ოდო მუგუძირ ხვაშო ფუტეშ ამბარიშ ოხვამეს ამბარ ააბას ათაშ ნამუდა აბანიხაშ და ფსხუნიხაშ კულდი წკონდათ ოძირანს ორუმე კავკასიაში აბაზურ ადიღეურ ქიანებში თექიან მახურუეფიშ მიგრაციებს აბხაზეთის ტერიტორიაში აშუბეფიშ თურიშ მაგალთით უორწყეთ კლასიკურ ამნახანტის მუნაულა კათა
დიო ფსხუს დიხორუნა თაქიან ტრადიციებში გურუანა და ირნუანა ფსხუნი ხას აღორონთნა და უკულ მეულა ბჟადალ აკანშე ოჩამჩირეშა ჯგერდაშა და თაქ მეუგუნა მუნეფიშ ახალ კულტი და თიშ გიმნარ აბაანი ხას ონინალნა ტერმინოლოგიური ანალიზ ხოლო წკონდათ მოძირანა რეგიონის ავტოქთონურ მარგალ მახორუების ძალიან კულტურულ და ნინაშ გოვლას ოდო ორმე კავკასიაში მუნავლა მახორუე ადგილობრივ ქირსიანულ ოხამებს და ჯიხებს ჭიეჭიეთაში ოთანახეშა და თის მუნეფიშ თო მირჩკინანა და გიოდვანა აბას ნამუნ შანულენ წირდე ოხამეს ჩი რადიო მარჩკილებ აშუბების ჯიშის ხატის აბანი ხაშ მაგალთე პოლი არჩაჯგირო მოძრანა ნამოდა ხარხის შვენას და ნინას თხილერ არქაიზმებ უჩილად ისტორიულ დოკუმენტებრე აბანი ხადობს ხუნი ხაშ ისტორიას კარკანტიათი კითხირე აფხაზეთის რეგიონს უკუნეფიშ ბორჯის რინელ ეთნიკურ ტრანსფორმაცია ათეს სინკრეტულ ტრადიცია წკონდათ მოძრანა მუჭო სქიდუ კაბეთ ისტორიულ და პოლიტიკურ პროცესებ კათას წამებიერებას და ღინას ინტერესარი მან გარმარა მეგრულად ვერ უტყვი ხა ამ ყველაფერს მე რისი თქმაც მინდა და გადმოცემოთ იმიტომ რომ ძალიან რთულია ზოგადად არის თემები ისეთი აი მეტი წილი ჩვენი მსმენელი მიჩვეულია იმას რომ რაღაცნაირად აი ხუმრობთ ვოხუნჯობთ ხოლმე იფციგანოთ რაღაც თემებზე ორ ენაზე მაგრამ აი ხა იმდენ სერიოზული თემები მიეწყო ამ ბოლოს ზივარ და ფიქრობ სანამ თქვენ საუბრობთ რა შეიძლება ეხა მე ვთქვა მეგრულად არც არაფერი მოკლედ აი ესეთი ამბებია ძალიან საინტერესო სხვათა შორის ვინ იფიქრებდა ეხა ამას პარალელი შეიძლება და გქონოდა სამეგრელოსთან ასე არ არის ბატონლაშა კლასიკური მაგალითი თუ როგორ ხდებოდა სწორედ ეთნიკური პროცესები, როგორ ხდებოდა კულტურის ასე რომ ვთქვათ გაზიარება და შემდგომ უკვე მითვისებაც, აი ეს არ მომერიდოთ ამ სიტყვას, იმიტომ რომ აშკარად მითვისება ხდება ადგილობრივი კულტურის და მისი მერე გააფსუება, ასე რომ ვთქვათ. ანუ არც ამას უნდა მოვლოდოთ, ზოგიერთიერიდება ამ ტერმინს გააფსუება, აფსუას და არა და თვითონ ეს პროცესი თავის სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს და შესაბამისად სწორი დეფინიცია ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიაში. აბსოლუტურად გეთანხმებით. აბსოლუტურად გეთანხმებით. ძალიან ბევრი ტერმინი იყო ისეთი, რომელიც არც ესე მარტივად გასაგები სხვათა შორის. რა თქმა უნდა. ამიტომ ქართული ვერსია მე ხა შორს ვარ იმის გარდა, თქვათ ისინი მათ თავიანთი კულტურა არ გააჩნდათ, შეიძლება კავკასიიდან გადმოსახელ ხალხს. დიახ, მაგას რომ არ ვამბობ. კულტურა თავიანთი წმენა გააჩნდათ და სწორედ აი ეს მე ხდება მათი ტრანსფორმაცია და შერევა ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციასთან. ამიტომ სწორედ ეს ურთიერთგაგება უნდა იყოს, რომ რაც არის თქვათ აფსუების ორგანული კულტურა და რა დახვდათ და რა არის მითვისებული. ანუ ფაქტურად მე ერთიან ქართულ სივრცეში როგორი ტრანსფორმირებული კულტურა შეიქმნა. ხო, ანუ ფიზიკურად წარმოუდგენელი რაღაცა მიიწერო, რაც შენი არ არის, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. კი, ბატონო, იყო ასეთი სიტუაციებიც, რომ იწერებოდა დაკვეთითაც, შეკვეთითაც ისტორიები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველას ახსოვს ეს ყველაფერი. ამიტომ სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გადაცემა. ყოველ გადაცემისას ამას ვამბობდა, არ მბეზრდება, იმიტომ რომ რეალურად ასია, სიმართლე გითხრათ. აი ეს არის ჩანაწერი, ეს არის არქივი ოქროს ფონდიას შეიძლება ითქვას, შეინახეთ ეს მოასმენინეთ თქვენს თაობას, ახალ თაობას და რა ვიცი, აი მე ვფიქრობ, რომ გენეტიკურადაც უნდა გადადიოდეს, რა ვიცი, ეს ამბები, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ. საიდან მოვდივართ, სადა ვართ და რა არის რეალურად ჩვენი და რა არა. ეს ყველა უნდა იცოდეს. შენი, ჩემი უნდა იცოდეს ყველა. რეალურ ყოფაშიც და ისტორიაშიც. ქართული ვერსია ბატონლაშა გისმენთ. აუცილებლად, კი ბატონო, გეთანხმებით, რთული იყო მეგრულად ამის მოსმენა, მით უმეტეს ჩვენ ყოველდღიურ სამეთქო მეგრულ ენაში ეს არ გამოიყენება აბსოლუტურად ეს ტერმინოლოგია. და ამიტომაც იმისთვის რომ ბოლომდე გავიგეოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სახელმწიფო ენაზე ვთქვათ, ეს არის აბაანი ხა და ფსხუნი ხა, დღევანდელი საუბრის თემა. მოკლედ დღევანდელი ჩვენი რადიო გადაცემა გვინდა რომ წარმოვადგინოთ კლასიკური მაგალითით, რომელიც ნათლად ასახავს თანამედროვე აფხაზეთში მე-17-მე-19 საუკუნეებში მიმდინარე ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებს. კერძოდ ჩვენი საუბრის თემას, როგორც წინა გადაცემაში დავანონსეთ, წარმოადგენს თანამედროვე აფსუ აფხაზებში ერთ-ერთი პოპულარული აშუბების გვარის ტრადიციული სალოცავი, რომელიც აბაანი ხას სახელით არის ცნობილი. აბაანი ხა წარმოადგენს აშუბების საგვარეულო ხატს, სალოცავს, რომელიც მდებარეობს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში. ეს ტერმინი და მისი ისტორია რამდენიმე საინტერესო დეტალს მოიცავს. კერძოდ, აბაანიხა შედგენილი ტერმინია, რომლის მეორე სეგმენტი ნიხა, ანიხა აფხაზურ ენაზე ხატს ან სალოცავს ნიშნავს. აფხაზურ ტრადიციულ რწმენებში ნიხა სალოცავი ხშირად ასოცირდება მუხნარებთან ან სხვა მნიშვნელოვან საკულტო ობიექტებთან. თანამედროვე აფხაზური ტრადიციული რწმენით აბაანიხა სალოცავი წარმოადგენს სხვა ცნობილი ხატის ფსხუნიხას განაყოფს ან ნაწილს. ფსხუნიხა წარმოადგენს ფსხუს რეგიონის მთავარ აფხაზურ ტრადიციულ სალოცავს ნიხას. ამ სალოცავის შესახებ საისტორიო და ეთნოგრაფიული წყაროები რამდენიმე უნიკალურ ასპექტს გამოყოფენ. აფხაზურ ტრადიციულ გადმოცემებში სალოცავები ხშირად გაპირობნებული არიან და ერთმანეთთან ნათესაური კავშირი აქვთ.
ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით სხუნიხა ითვლება ილური წმინდა გიორგის სალოცავის ალერის, ასე უწოდებენ აფხაზები ილორს, უმცროს მუსლიმ ძმად. ეს ფაქტი კარგად ასახავს თანამედროვე აფხაზურ რელიგიურ სინკრეტიზმს, სადაც ქრისტიანული, მუსლიმური და წარმართული ტრადიციული ელემენტები ერთმანეთს ერწყმის. სხუნიხა ჭიდროდ არის დაკავშირებული ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსახლეობის მიგრაციის პროცესებთან, როდესაც სხვადასხვა გვარი სხუს გავლით აფხაზეთის სხვა რეგიონებში სახლდებოდა. ისინი თან აყოლებდნენ ამ სალოცავის კულტს. აშკარაა, რომ სხუნიხა სწორედ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიური და ადგილობრივი აფხაზური მითოსური აზროვნების გადაკვეთაზე ჩამოყალიბდა. ჩრდილოეთ კავკასიიდან წამოსული აშუბები სწორედ მსხუში შეჩერდნენ პირველად. ლეგენდის თანახმად, გვარის დედას მსხუში შეჩერებულ აშუბას ხას, რომელსაც 7 ვაჟიდან 4 გარდაცვლილი ყოლია, ადგილობრივ მკვიდრთა დარად სხუნიხას სახეზე ულუცია და მისთვის 3 შვილის კეთილად ყოფნა უთხოვია. სხუნიხას შეუსმენია დედის თხოვნა. აშუბები გადარჩენილან და გამრავლებულან. მას შემდეგ ამ გვარს სხუნიხა წილის აბაანიხას სახეზე ყოველწლიურად დაუწყია ლოცვა. რამდენადაც ჩვეულების ძალით აფხაზ ქალეს ქვრის საგვარეულო ხატის სახელი წარმოთქმა ეკრძალებოდათ, აშუბები ცოლებს აბაანიხასთვის აკაკა შეურქმევიათ, ხოლო აკაკა სახეზე ლოცვისთვის აშვა აკაკა. აბაანიხას სახელობის ლოცვა, ანუ აშვა აკაკა, აშუბებმა მარტის თვეში იცოდნენ. ამზადებდნენ მკვერებს, რომელსაც მეგრულის გავლენით აკვაკვარებს ეძახიან. აქედან 6 უმარილო, ხოლო დანარჩენი დამარილებული იყო. ლოცულობდნენ მხოლოდ მამაკაცები პირის სახით საცხოვრებლის მარჯვენა კუთხისკენ. აშუბების გათხოვილი ქალიშვილები ავადმყოფობის შემთხვევაში ვალდებულნი იყვნენ მშობლების სახლში აბაანიხას სახეზე ლოცვად და მისთვის 2 წლიანი თხა შეეწირა. ახლა კი უფრო დეტალურად შევეხოთ ტერმინ აბაანიხას. ის როგორც აღნიშნე შედგენილი ტერმინია, რომლის მეორე სეგმენტი მომდინარეობს ხატის სალოცავის აღნიშნული სიტყვიდან ანიხა. რაც შეეხება პირველ ნაწილს აბა, მისი ამოსავალია არა აფხაზური აბ, მამა, არამედ აბა, ციხესიმაგრე. ზოგადად მნიშვნელოვანი სიდიდის ყოველგვარი ქვის ნაგებობა. ასე უწოდებენ აფხაზები ყველა ქვის ნაგებობას, მათ შორის ეკლესიასაც. აქედან გამომდინარე, აბაანიხა უკავშირდება ამ სხუში არსებულ საფორტიფიკაციო ნაგებობას, რომლის ნაშთები უკანასკნელ დრომდე იყო შემორჩენილი და არაა გამორიცხული იგი აწინდელი აფხაზების ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებული წინაპრებისთვის კულტის ობიექტი გამხდარიყო და ან იქვე არსებულ ეკლესიას. რამდენადაც ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხები ქვის ნაგებობას არ იცნობდნენ. მათზე კი ეს უკანასკნელი მნიშვნელოვან შთაბეჭდილებას ახდენდა და თაყვანისცემის ზოგადად საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო. შედარებისთვის აფხაზური ჯაჰაშქიარნიხა, მეგრული ჯიხაშკარი, ციხისკარიდან მოდის და მას ნიხა დაემატება სწორედ აი ამის გამო. მართალია აფხაზური ენის აბჟურ და ბზიფურ დიალექტებში ეკლესია აღინიშნება ტერმინით აუახიამა, რომელიც მომდინარეობს მეგრული ოხვამე, ეკლესია სალოცავისგან, სიტყვისგან. მაგრამ ვიდრე აფხაზთა წინაპრები ამ ტერმინს შეითვისებდნენ, ეკლესიას, როგორც ჩანს და ეს კარგად ჩანს, აბაას უწოდებდნენ. ეს ნათლად ჩანს შემდეგი მაგალითების მიხედვით, ასე მაგალითად აძიუჟბას სასოფლო საბჭოში შემავალი პატარა სოფლის მეგრული მარმარკარის, რაც მარმარილოს კარს ნიშნავს, მცირე ეკლესიას, რომელიც მარმარილოთ იყო მოპირკეთებული, აფხაზები მარმალ ააბას უწოდებენ. რეკის სასოფლო საბჭოში მდებარე ეკლესიას ჯგერიან ააბას, ხოლო მუგუძირხვას თემში შემავალ სოფლის ამბარის ეკლესიას ამბარააბას. ამდენად აბაანიხასა და სხუნიხას კულტი ნათლად ასახავს ჩრდილოეთ კავკასიიდან, კერძოდ აბაზურ ადიღეური გარემოდან მოსახლეობის მიგრაციულ ნაკადებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. აშუბების გვარის მაგალითზე ვხედავთ კლასიკურ სურათს. გადმოსახლებული ჯგუფი ჯერ სხუში მკვიდრდება, ითვისებს, ეგუება ადგილობრივ წმინდა ადგილს სხუნიხას, ხოლო შემდგომ სამხრეთით უკვე ოჩამჩირის მიმართულებით ჯგერდაში გადასვლისას თან მიაქვს ეს კულტი და აყალიბებს მის განაყოფს აბაანიხას. ტერმინოლოგიური ანალიზი უტყურად მიუთითებს რეგიონის მკვიდრი, ავტოქთონური მეგრული მოსახლეობის ძლიერ კულტურულ და ენობრივ გავლენაზე, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსული მოსახლეობისთვის ადგილობრივი ქრისტიანული ეკლესიები და საფორტიფიკაციო ნაგებობები აბაა წმინდა თაყვანისცემის საგნებო ობიექტებად იქცევიან. ძვირფასო რადიოსმენელებო, მოკლედ გვინდა ბოლოს შევაჯამოთ, რომ აშუბების საგვარეულო ხატის აბაანიხას კლასიკური მაგალითი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ხალხური მექსერება და ენობრივი არქაიზმები უტყუარი ისტორიული დოკუმენტებია. აბაანიხასა და სხუნიხას ისტორიაში კაფიოდ იკითხება აფხაზეთის რეგიონში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკური ტრანსფორმაცია. ეს სინკრეტული ტრადიცია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ილექება დიდი ისტორიული და პოლიტიკური ზრები ხალხის ყოველდღიურ ყოფასა და რწმენა წარმოდგენებში. მართალია ეს ერთი მაგალითია და ნამდვილად კლასიკური მაგალითია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ და კიდევ უფრო აი ჩვენი მოსაზრება განვამტკიცოთ. დიახ, დაინტერესების შემთხვევაში იცით როგორც მოიქცეთ, არაერთგზის გაეკეთებიათ და ჩვენ სიამოვნებით მიუხედავად იმისა, რომ
შესაძლებლობის დაგვარა ზოგადად ვსაუბრობთ, უბრალოდ ჩვენი რადიო გადაცემის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რამდენიმე საათიანი საუბარი კონდეს და ეს, ამიტომაც როცა რა თქმა უნდა შენიშვნები იქნება, თუ დამატებითი დაინტერესება იქნება ამ საკითხებით, ჩვენ მიუბრუნდებით და უფრო კონკრეტულად მოვახსენებთ ჩვენ. კი ბატონო, თქვენი ვერსიები შეგიძლიათ შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ ზოგადად ისტორია, ვიღაცა სხვა, ვიღაცის მონაყოლი აქვს, შეიძლება რაღაცა ესეთი ინფორმაცია გქონდეთ, რომელიც ჩვენს არ აგვაქვს არც დაწერილა და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება და შემდეგ დავაკვალიანებთ ერთმანეთს, რაღაცას გავაკეთებთ, ნუ მოკლედ ერთობლივად კიდევ ერთ გადაცემას შევქმნით. მოკლედ, აი, არ ვიცი, აი, ეხა ამ თემასთან თუ რაიმე კავშირი ოდესმე ექნებოდა ჯიხაშკარის ჯიხას, ვინ იფიქრებდა, ხო, ბატონო? აი, აბსოლუტურად. ხო, ხედავთ, აი, საიდან სად? აი, როგორი რაღაცები ხდება? ისტორია, პატარა ეს დედამიწა, ზოგადად ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული, ამით უმეტეს სამეგრელო აფხაზეთთან. ჩვენი საქართველო პატარაა და მოკლედ და ძალიან ეს კულტურული ურთიერთობები ძალიან მჭიდრო იყო საუკუნეების განმავლობაში. კულტურული, სწორი ნათქვამია, გვინდა ეს კულტურული ურთიერთობები. არ არის კულტურული ურთიერთობა შენგებოზე გადაწერო ისტორია და აი რაღაცებს შეუცვალო სახელი, იმიტომ რომ იმიტომ. კი ბატონო, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ერთმანეთის კულტურა და პატივებცეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს პროცესი არ იყო სამხრივი, მე არ მინდა იმის ხმამაღლა თქვა, რომ თითქოს და იქით მარტო მეგრული და ავსებდა ეს ყველაფერი, ჩვენც რაღაცები გქონდა აქეთ, კი ბატონო. ლექსიკები, სხვადასხვა ტრადიციები, ადათები და ბუნებრივი ეს ომხრივი პროცესი იყო და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ერთმანეთის მიმართ იყო ეს მოყრობა, ეს ურთიერთობა ჩამოყალიბებული, მაგრამ სამწუხაროდ იმპერიალიზმმა თავისი სახვრალი ხელი დაამჩნია ყოველთვის და სწორედ ეს რომ გაგვთიშა ჩვენ და ფაქტურად დაგვაშორა ერთმანეთს. ეს ძალიან დიდი უბედურებაა, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს უკეთესი არავინ არ ყავს და ეს უნდა გაიაზროს ყველა აფხაზმაც და ჩვენ დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებმაც, რომ ჩვენ უსწორედ ეს ერთად უნდა ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში და არა ცალ-ცალკე და მოკლედ ვერც ვერაფერს მივახცევთ სეპარატულად. გეთახოვით აბსოლუტურად და ჩვენს წილა გურს ვდებთ, ასე შეიძლება ითქვას ამ გადაცემით. ერთ პატარას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანს. ისტორიას ვაცოცხლებთ და უფრო მარტივიანით მოგვაქვს თქვენამდე. იქითა გადაცემა, ბატაულაშა, რაზე ვისაუბროთ? დიახ, მოკლედ იქითა გადაცემა მინდა რომ კიდევ ერთი პერსონაჟი შემოვიყვანოთ, ეს ნახევრად მითოლოგიური, ნახევრად. მოგენატრა ეს მითოლოგიური. ხო, კი, მოგენატრა და გუნიაზე ვისაუბრეთ. გუნია ხომ არ ხსმენიათ? მირე მუოკო. ანუ გვარი გუნია ხომ ხსმენიათ? გვარი გუნია მსმენია. ანუ გუნი არის კეთილშობილი მფარველი მითოლოგიური არსება, რომელიც იცავს ბავშვებს. მაგრამ იცავს ბავშვებს რისგან? სიყვდილისგან, ღვიძლის დაავადებისგან. და გუნიას მოიხმობენ იმისთვის, რომ ბავშვები დაიცვას, არის ხაიგრეთ წოდებული ხვამა ლოცვა გუნიას სახელზე. დიახ და ტრადიცია. ანუ როგორ ხდება, სწორედ აი გუნიას გამოლოცვა. ძალიან საინტერესოა, ექსმენიათ, მე არ მსმენია მაგალითად, რა ვიცი, აი მე ამაყივა რომ იმდენ გადაცემას გავუძეხია შეიძლება ითქვას. ხა ბატონ ნონა ქობალიასთან ერთად გიმუშავია, ბატონ გიგასთან, ქორთუასთან, აი თქვენთან მე რამდენი გადაცემა 100 მე ბევრე შეიძლება ითქვას და აი პირველად მესმის ახლა ეს აზრი არ გვისაუბრია. ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს ეს ამოუწურავი. კი ბატონო. მასალები გამომდინარე იქიდან რომ რაღაც საკუთრივ ისტორია გაგვაჩნია და ბუნებრივია ეს როგორც ქრისტიანული კულტურა მდიდარი ჩვენი ტრადიციებით და ასე რომ ვთქვათ ისტორიებით და მოკლედ ძალიან მდიდარი მასალა გვაქვს, ასევე წინარე ქრისტიანული ხანაც უფრო გვანებიურებს. სამწუხაროდ ბევრი რამე დაიკარგა, ჩვენამდე ვერ მოაღწია, მაგრამ აი სწორედ რას დღეს აღვნიშნე, ხალხის მეხსიერება და ის ხალხში არსებული ეს გადმოცემები არის უტყუარი ისტორიული დოკუმენტები. კი ბატონო. და მოკლედ მას მოთხილება ჭირდება. ჯვეშიშ ნარაგადის, ოკო? მოთხილება, კი ბატონო. ასია ნამდვილად მუთხილუათ ოკო და ყველაზე საინტერესო ის არის რომ იქითა გადაცემისას დაუბრუნდებით უკვე ჩვენს კიდევ ერთ ახალ მითოლოგიურ პერსონაჟთან ერთად. ბატონლაშა დიდი მადლობა ეს საინტერესო გადაცემებისთვის. იცით თქვენ ჩვენ ძვირფასო მსმენელო როგორც მოიქცეთ თქვენი ვერსიებით ძალიან საინტერესოა და მისაღები კომენტარებს ველოდებით. დაგემშვიდობებით იქითა ხუთშაბათამდე ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე radio.net.lg, Facebook-ზე Radio Athina-თი, ასევე YouTube-ზე ოდაბადის კინოხონი ჩაწერეთ, ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე და ლაივ რეჟიმში ყოველ ხუთშაბათს 18:18 ოდაბადის კინოხონის დროა FM-ზე 105.9, ასევე ინტერნეტ radio.net.lg. ჩირო ზოჯუნდათ იმ ხუთშაბათამდე. ჩირო ზოჯუნდათ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ბედნიერ საღამოს გისურვებთ. გადაცემათა ციკლი ოდაბადის კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.